იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. რა გადაიღეთ. ნინო გინაცალი მიიქი რა მოგაწოდო ჩემი კარგო. აი მე მგონი ხალხი მარშალეთ სულთათია. არ მოვიდნენ აშკარად რა და ისე რა წესია ეს კაცო ხარჯია ეს ყველაფერი ხო? უნდა გაგვაფრთხილო. არა 100 კაცი იყო ჩემგან დაისადა რა ვიცი ახლა უხერხულია ძალიან უპასუხისმგებლობა. კაცო ელოდები და არ მოდიან. კარგი არა უშავს. ხაბარია ესენი იყვნენ კარგი. რა კარგია რომ ჩვენი შვილების ქორწილია როგორც იქნა შედგა. აბა და ესეთი კარგი მძახალი შემხოდით 10-ია გენაცვალე. შენ შემოგევლე. ჩემო საყვარელო ნამდვილად წირამხელა სიხარული და სიყვარული გველოდება კიდე შვილიშვილები მრავლდებით ბაიმე შვილიშვილები გვაბერებენ თათია არა თუ შენ დაბერება ბაიმე გვაბერებ უფროსი ვარ გენაცვალეთ მადლობა ბაიმე ძალიან მიხარია მართლა რომ ესეთი კარგი ადამიანი ხარ ჩემი მძახალი და ესე მთელი ცხოვრება წინ გვაქვს და ერთად უნდა ვიყოთ ისე თამარ მართლა გაგვიმართლა ორივეს გაგვიმართლა აი რომ ესეთი მძახლობა გვაქვს კი აბა რა თა როგორი ხალი ხარ ელეგანტური მაღალი კარგი რაღაცა ძალიან ლამაზი სიტყვებით მამყოფ ესაღამო შენი გოგოც რო ჩემი საყვარელი რძალუკაც რო დაგმსგავსებოდა სიმაღლეში კარგი იქნებოდა მამაც მაღალი ყავს თან და ეთყობა გენეტიკაში ყავდათ ვიღაცა წინაპრებში დაგვაჯული ხო ეს გადაიღე მოდი ნახე რა მიგია ანუ ჩემი გოგო დაგვაჯულია მაგას არა თათია რას ამბობ ერთი წამით ეგარ მიფიქრია უბრალოდ ეთყობა გენეტიკაში ვინმე ყავდათ დაგვაჯული თქო თორე გოგოზე არაფერს არ ვამბობ რას ამბობ მართლა კარგი სოკოა ხო კი კარგი ისე თამარ ის ბეჭედი ძალიან მომეწორა თქვენ რო აჩუქებთ ციას ხო მოგეწონა არა ძალიან ლამაზი იყო აი წონა კი ქონდა თვითონ ცოტა იყო წონა, მაგრამ თვითონ დაკეთობა იყო სასწაული. ხო, ალბათ ოჯახი იმასაც შეამჩნევდით, რომ დიდი სამი ბრილიანტი ქონდა, ხო, ამ ბეჭედს? არა, ეგ შევამჩნიეთ, იმიტომ რომ თვითონ ბეჭედი იმდენად წვრილი იყო, რომ ეს ბრილიანტები ძალიან მკვეთრად ჩანდა. გადაიღე რა ბადრიჯანი, ძალიან კარგია. ხო, არა, არ მინდა, მაგრამ მიაწოდეთ, კი, არ მინდა, არა. ისე ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ ჩემამდეო სამი შეყვარებული ყავდაო. ხო. კი, ყავდა, იმიტომ რომ ლამაზი გოგოა ეშხიანი და ეს ბიჭები ბუზებივით ეხვეოდნენ ჩემო კარგო. აბა ისეთი ამბავი იყო ჩემს. ძალიან კარგია. ძალიან გამოცდილი იქნება იმ ამბავში. იმ ამბავში რა ამბავში? ანუ არაფერი უბრალოდ გოგოს პროფესიონალიზმს გაუსვი ხაზი თორე არაფერი ცუდი არ მithქვანს. ისე ჩვენ ახალგაზრდობაში მაგას ბოზობას ეძახდნენ. რას ქვია ქალო ბოზობას ეძახნე რეებს ლაპარაკობ მართლა შენ ხო არ გააფრინი ამ ხელაქალი კაცო ბოზ ხარ და ჩათლახების ხარ ვინ არის ქალო ჩათლახებულ ბიჭს გაჩუმდი არ გაიგონონ ბავშვებს გაიგონო სამ ჩემფეხებს ხო ამდენი ხანია დგეხარ და შეურაცხყოფას მაყენეთ რა მაიგე ხარ შესკე ზები ხარ თქვენი კარგიც კარგიც ის ვინ არის ბოზი ხარო კაცო ჩუმად შეიძლება ვართ მაგრამ ჩუმად არ მიაქციო ყურადღება რას გახდება კაცო და მთელი ქორწილი აქეთ იხედება რა დაგემარა კარგი ჩემი გოგო ჯობია შენ ვაიმე კარგი შეიძლება ეს ჯობია არ ჯობია ჩემი გოგო ამ ორივე ნახეთ ორივე არიან ამავიდა ყელში ბეჭედი ცოტა იყო წვრილი იყო ოქრო არა უშავს გოგო რა მართლა რა არ იყო წვრილი ბეჭედი რა გაანებე თავი ეხა გოგო დღეს დაანებე თავი მე შეხედე ანგელოზები ვით არიან გრიტებს შეხედე ბიჭო რა ლამაზები არის თქვენ გენაცვალეთ რა გაჩუვეთ იყავით ცოტა სიცხვილია ხარ მას უყურებ ტრედები ვით არიან ახლა საჭუბარია კაცო ჩვენი ბედნიერების დღე არის იყარეთ თქვენ შენ გენაცვალე მართლა უშანგიჭ რა გენაცვალე ბიჭო რა გასინჯე ღვინო არა ეგ ღვინო არ დამილევიათ ფედო არ დაგილევი კაცო ბიჭო ისა იმას ჩემ ღვინოს ვარ რა ჩემი მირჩევნი ჩემი ღვინითავ ჩემ ღვინოს ეგ ღვინო არ მინდა რას ქვია შენი გირჩევნია კაცო რა ჩემი არ გაგისინჯავს და რა იცი რომ გირჩევნია
ბიჭო, რა თუნდა გასინჯო, გახედე ფერ, შლაპია, ძმარია, რავი, რა მინდა, რა თმინდა. რა გინდა ბიჭო, რა გინდა? ჩემ ღვინოს გასინჯე კაცო, რატო იკვლაპია ვაღა ჩვენი ტალახიანი რაღაცა წყალი. რა არის ბიჭო, ტალახიანი, რა არის ტალახიანი? ღვინოზე რა რაიერთი და ტალახიანია რო. რა ხმას უწე, ბიჭო, შენ ნორმალური, შენ ჩემი ღვინოს უგასინჯე. შენ ღვინოს არც გავსინჯა 100 წელი, ჩემი შულის კოჭილი არის. ხო და შენ ღვინოს გადავაქცევ ახლა. როგორ შეიძლება? გამოდი ერთდღე კაი, აქ ხალხია, გადი, ხალხი არსებობს, გამოდი შოთა, აი, ის ღვინოზე აი მე რის გამოჩხუბო? რის გამო ხალხო, კარგი. ეს კაცები რა. ცია, გინაცვალოს დედა. ცია, დედა, ეს საყელო გაისწორე რა, რომ ფოტოებში სუდათ არ გამოჩნდიდი. განებე თავი არ უშველის, მაინც დაჯექი. რას ნიშნავს არ უშველის? რა ლაპარაკია, ანუ? არაფერი, კაცო, მაგას ჯობია სახე გაასწოროს, რომ ფოტოში იქნებ ჩემი შვილის შესაფერისი გამოჩნდეს. ცოტათი. ჩინდი ძალუკა როგორ მიყვარს. აი გასინჯე ნახე რა კარგია. შენ ისევ იმას ამტკიცებ, თამარო, შენი ბიჭი ჯობია? რასაკვირველია. ანუ ისევ შენი ბიჭი ჯობია. ვიძახი კი არა, დარწმუნებული ვარ, ორ პლასტიკურს გავუკეთებთ ახლა შენ გოგოს ოპერაციას და დაემსგავსება ცოტათი ქალს. მშვენიერი გოგოა წელზევით. რას ნიშნავს ოპერაციას გაუკეთებ და ქალს დაემსგავსება ერთი გამაგებინე? ვის უკეთებ ოპერაციას? არ რაჭის ჩემს შვილს გასაკეთებელი? ბოლოს და ბოლოს შენ გასიებულ მოძვერივით ბიჭი. ვინ არის ქალო გასიებული? ვინ არის გასიებული? ჩემი ბიჭია გასიებული, ცოტა მოპუტკუნებულია, მაგრამ არ აწუხებს. რო აწუხებდეს დადგებოდა დიეტაზე და გახდებოდა. ეხლა არ აწუხებს წონა, მაგრამ მალე შეაწუხებს ღვიძლი, მარაწლავი, რა ვიცი, ქოლესტერინი, ცელულიტი, თირკმელი, ნაღლის ბუშტი. რას გავხართ? აი დაწყნარდი შვილის ქორწილში ხარ, მართლა რა მოგივი. ერთი წუთი, ბაი შენ გენაცვალოს დედა, ნახე რა, ჩემი ცია. დედი მიდი რა, აი ესე დაგლიჯე რა. დათამ, აი ამას რო გეუბნებოდი. რა, აი ეს ხო? აი მე გენაცვალოს დედა, გაშალა ხელები არ არის არწივივი. შენ გენაცვალ დედიკო. მიდი დედა. მიდი დედიკო. შვილო, აი ამას. მიდი, ქართულ ცეკვაში კაცია, მთავარი და წამყვანი, ხო იცი? მიდი, გასწები გააკეთე, დედი, გასწები, მე რო გასწავ. მიდი დედა, გააკეთე, გასწები. აი ეს გააკეთე. კაია, მიდი დედა. აი ეს ყელი აჩვენე შვილო. აღარ უნდა გამოდი აქ. გენაცვალე შვილო, რა რა. გაჯექი, მოდი, აღარ უნდა რა ჩეერთო გააკეთე, კალმით გოგო. ნახატი. რა ლამაზი ხარ შვილო, გედი. რატო არ იქნება ლამაზი? ამდენი ბოტოქსი, ფილერი, რავი, შეშხაპუნებულია ყველაფერი. სიმაღლეს რას უწუნებ, ხვართი. სიმაღლეს რა ვიცი 20 სანტიმეტრიან ქუსლებზე დგას, როგორ იცავს წონასწორობას მე არ ვიცი. შენი ხო რას ამბობს, უწონასწორობას იცავს რა და კუნძივით რო დგას, მართლა გადაჭრილი უხასავით. კუნძივით. ვერ ნახე როგორ იცეკვა ბავშვი. რა იცეკვა და მე გამძე. ჩემ შულზე ამბობ რას გასო? კუნძი სუფთა. ვინ არის კუნძი, კაცო, ვინ? აი ესეთი, კარგი. ეგრე შენი გოგო? რა? რადა? რა ჩემ გოგო? აი რადა? შენი გოგო? თქვი რა ჩემი გოგო? რადა? რა შენი კარგი ცმო? კარგი ცმო. ეხა მართლა ნერვები ამოდი შენ. აი გოგო. კარგი თრიო. გოგო გაჩერდი სირცხვილია რა დაგემართა. გეხვეწები რა დაგემართა სირცხვილია გაგიჟდა ხალხი. კიდე ეგ უნდა იცოდეთ გაგიჟებულია ხალხი წყალწყალა ღვინოსავენ ართრებიან და კიდე თქვენი ჭხუბი დაისუნა რა მოგივიდათ მართლა. რა გინდა ბიჭო შენ რა გაბი საქმე და რა გაუკეთე ჩემ ღვინოს საქმე რატო არის წყალწყალა ბიჭო რანაირად იძახი ჩემ სუფთა ნატურ წოვენზე რანაირად აჰა ბიჭო შენი პირი თქვი წვენიო მარტო ყურძი წვენია ღვინის ამას არაფერი ეთქობა წყალწყალა არის აბარა გარეთ გამოდი ბიჭო და შევატაროთ კითხოთ ხალხს ვისი ღვინო ჯობია წადი რასდენ უკები შენ ადი და შევადაროთ ერთი რა გინდა წამო აი მე შეიძლება ქორწილში ჭხუბი აი არ ვიცი რა არ ვიცი შეიძლება შეგნება ხონდა რაზე ღვინოზე შეხედე რა არა აშკარად რო ჩემი გოგოს ვიზუალი ბევრად ჯობია შენსას სამაგიეროდ ჩემი ბიჭი განათლებულია სამაგიეროდ ჩემი გოგო ულამაზესია სამაგიეროდ ჩემი ბიჭი ნაკითხია სამაგიეროდ ჩემი გოგო ძალიან ქალურია სამაგიეროდ ჩემი ბიჭი მამაკაცურია სამაგიეროდ ჩემი გოგო ორსულადაა ხო და ჩემი ბიჭისგან არის ორსულად ენაცვალოს ეგეც საკითხავია ვისგან არის ორსულად რა თქვი ახლა ქალო შენ რაც გაიგე ვინ ქალო არა შემომატყუე ოჯახი ხანდა თქვენი დედაც მეთიკი გაშუმე ენა ქალო აი გოგო აი გოგო განები თავი გოგო დაჯერ დინა
არაფერი, მამა, არაფერი, ჩარათა გააჩვენე და დაჯექი. რა ხდება ერთი რა ხდება დედიკო და მოდი, არაფერი, ერთი საათი იქიდან ვიყურებით ხალხო სირცხვილია აგიხსნი ახლა რა ხდება შვილო რაც ზივათ იმის მერე მეუბნება რომ ჩემი გოგო ჯობია შენ ბიჭსო უფრო ლამაზია აი ახლა დედოფალი ცოტათი ხო უნდა ჯობდეს სიზეს ქორწილში აბა როგორ გინდა დედა ახლა თქვა ახლა ადამიანი აი, არ ინერვიულობ, ხა. კარგი რა რაზე ჭუბობთ რა აი მამა რა გეხვეწები რა ხდება ერთი წუთი ხო რა არიცია რაო რა თქვი ხა არაფერი დედოფალი ხო უნდა ჯობდეს მეთქი სიძეს თქო რა ვთქვი არა აი შუაში რა თქვი ცოტათი არ მithქვია ცია ეხა ეგრე ანუ უბრალოდ დედოფალი ხო უნდა ჯობდეს ცოტათი სიძესო ეს თქვი ბიჭო შენ ქორწილში ანუ შენ თქვი ეგ ეს შენ ვერ გავიგე რას მეუბნე ანუ შენ ფიქრობ რომ მე შენ ცოტათი გჯობი ვარ ცია ცოტათი მჯობი ხარ რა ახლა ეგრე კი არ მithქვი სარკე გააქვს ბიჭოს ახლა რანაირად გელაპა ვინ გჯობია ცოტათი ბიჭო მე ვიმარ და შენ რა ხარ შუა ქორწილში რას მეჭუბები გოგო ბიჭო რას გავხარ ჩვეულებრივი და მიხედა შენი გოგო აი მოეხა ერთი წამი გაჭერდი ბიჭო იცედაც ეს უნდა ხალხს ამ წყალწყალა ღვინოს ვავნე არ თრებიან კიდე თქვენი გაგიჟება უნდა დაწნადით რა მართლა და რა შენ იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.